აქ არჩევნები დანიშნულია ამ თვლის 27 ოქტომბერს. ეს შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე თუ არ ყველაზე გადამწყვეტი მომენტი ისრაელის პოლიტიკის ისტორიაში. ჩვენ ყველამ გამოვიარეთ 3 წლის ომი ყველა შიდა კრიზისით, ძევლების კოშმარით და ცვლილებების მოლოდინით. ან შესაძლოა ამ მოლოდინის არ ქონით. ეს ეხო ყველას გონებაშია. ამასთან დაკავშირებით ჩვენთან სტუდიაშია სადეენის კორესპონდენტი. ვფიქრობ დავიწყებთ დემოკრატების პარტიით, დიახ, იაირ გოლანთან ერთად, რომელიც ნახეთ ისინი წარმოადგენენ მემარცხენეებს. თითქოს და ებრაული მემარცხენეები არიან, როგორც ჩანს, მათი რიტორიკით სულ უფრო მეტად ისე აცხადებენ, თითქოს პოზიციას არ დააფიქსირებენ. ან აპირებენ დაალაგონ, როგორ ისაუბრონ იმ თემებზე, რომლებიც ადრე მემარცხენეებისთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო. რა ხდება ამ პარტიაში ხო? დიახ, მათ ინსტრუქცია მისცეს. ანუ ამ პარტიის კანდიდატებს ინსტრუქცია მისცეს, რომ არ ისაუბრონ უსაფრთხოების საკითხებზე, განსაკუთრებით იმაზე, რაც იუდეასა და სამარიაში, ანუ დასავლეთ სანაპიროზე მოხდა. და ამის გამო მათ პარტიის ხელმძღვანელობისგან უნდა მიიღო ნებართვა. იმიტომ რომ ბოლო დროს რამდენიმე სკანდალი იყო, ბევრმა წევრმა თქვა ისეთი რაღაცები, რომლებმაც იცით ამ პარტიიდან ხალხი გააქცია. ბევრი ადამიანი, ვინც იმედგაცრუებულია ამჟამინდელი ნეთანიაჰუს კოალიციით, მაგრამ ისინი არ არიან მზად რეალურად დაუჭირონ ხარი ისეთ პარტიას, რომელიც ფიქრობს ისე როგორც ამ პარტიის ბევრი კანდიდატი და წევრი ფიქრობს. მოდით მოусმინოთ, როგორ სცადა იაირ გოლანმა სწორედ ამ საღამოს ამ პრობლემის თავიდან აცილება. საუბრობდა, როგორც იცით, ექსტრემიზმზე. და მან სცადა ესაუბრა იმ საკითხებზე, რაშიც პარტიას ჯერა და რაც ისრაელში კონსენსუსს წარმოადგენს. მოდით მოусმინოთ. გამარჯობა ყველას, გამარჯობა ყველას. ბოლო კვირებში მე არაერთხელ მომისმენია, რომ დემოკრატები და მე ექსტრემისტები ვართ. დღეს მინდა ყველაფერი ღიად თქვა და საზოგადოებას წარუდგინო ისრაელისთვის განკუთვნილი გეგმა, რომელსაც ის იმსახურებს. გაფრთხილებთ. აქ ძალიან რადიკალურ რაღაცებს მოისმენთ. პირველ რიგში როგორც ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი საკუთარი არჩევანით ისრაელის თავდაცვის ძალებში მეთაურა და ჯარისკაცად გაატარა, რადიკალურად ვუჭერ მხარს გაწვევის, თავიდან არიდების სქემისთვის დაფინანსების შეწყვეტას და ვუჭერ მხარს გაწვევის გათანაბრებას ყველასთვის. სხვათა შორის ამ ექსტრემისტულ პოზიციას დაახლოებით 85% ისრაელის მოქალაქეებისა უჭერს მხარს. ეს სამწუთიანი ვიდეოა. ის საუბრობს რამდენიმე საკითხზე, რომლებიც ჩემი აზრით ისრაელის უმრავლესობას ჯერა. თანასწორობის საკითხი და გაწვევის კანონი. სხვა საკითხები, რომლებიც შეიძლება ლიბერალურად ჩაითვალოს, იცით, არა ამერიკული გაგებით, ალბათ არამედ უფრო ევროპული გაგებით. ანუ, იცით, ისრაელის უმეტესობა რეალურად ლიბერალია. აი ამაზე საუბრობს ის. სინამდვილეში ის თავის სიტყვაში აქედან გამოყოფს ისეთ საკამათო საკითხებს, როგორიცაა მაგალითად მოსე რედმას მიერ გამოთქმული სამძიმარი, რომელიც გამოუცხადა როგორც მოკლულ ისრაელელს, ასევე პალესტინელს, რომელმაც ის მოკლა. და იცით, ეს თავისთავად მაშინ საკამათო საკითხი იყო. ვინ მოკლა ვინ არის დამნაშავე აქ. ასევე დაბილასკი. ზოგისთვის ეს შეიძლება არ იყოს უკიდურესი რამ, მაგრამ ბევრი, იცით, მემარჯვენე ისრაელელები ფიქრობს, რომ როცა ვინმეს ეკითხები რა არის ეს იუდეა და სამარია თუ დასავლეთი სანაპირო, უნდა თქვა იუდეა და სამარია და არა დასავლეთი სანაპირო. ესე რომ ეს არის რაღაც, რასაც ხედავთ, თუნდაც იაირ გოლანი ამბობს, რომ ისრაელი არის ქვეყანა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშვებს ხობად კლავს, ასე წლების განმავლობაში ომამდე, მან მართლაც მოუწოდა დაუმორჩილებლობას, როცა სასამართლო რეფორმების წინააღმდეგ პროტესტი იყო. ასე რომ, ბევრი საკამათო საკითხია, რომელსაც აქ არ ახსენებს, რა თქმა უნდა, მაგრამ იცის რა არის პრობლემა აქ? მას სჭირდება ისრაელელების დიდი ნაწილის შენარჩუნება, რომლებიც რეალურად იაირ გოლანს მიცემდნენ ხმას, მაგრამ ზოგიერთი განცხადება, ესე ვთქვათ, მოიცით ხალხს აშორებს და ეს უნდა გამოსწორდეს. ურისმობ, ეს არის ძალიან საინტერესო, ხო იცით, სურათი თანამედროვე ისრაელის მემარცხენეების მდგომარეობას. ასე რომ კარგია, რომ ამას ასე დეტალურად განვიხილოთ. და იაირ გოლანი ამ ყველაფრის სათავეშია ეხლა. მაგრამ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავია, რაზეც მინდა თქვენი აზრი მოვისმინო ჩვენი მაყურებლებისგან, რომლებიც შეიძლება არც კი იცნობდნენ ამას, რომ იოავ სიგალოვიჩი, ის იყო იეშატიდის წევრი, იეშატიდის დეპუტატი ბოლო წლებში, ეხლა ხან დატოვა პარტია და ეხლა ცდილობს მანსურ აბასის პარტიაში იყაროს კენჭი. ისლამისტურ პარტიაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ კოალიციაში იყო, ერთადერთი არაბული პარტია, რომელიც ოდესმე ყოფილა ისრაელის მართულ კოალიციაში. ის საუბრობს ამ პარტიაში გაწევრიანებაზე. მას აქვს მოთხოვნების სია. უნდა რომ პარტიამ ისრაელი ებრაულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ აღიაროს. უნდა რომ ისაუბროს არაბი მოქალაქეებისთვის ეროვნული სამსახურის შესახებ ქვეყანაში. ის ამ ნაბიჯით ბევრ ბარიერს არღვევს. ეს ჩემთვის საინტერესო იყო. როგორ ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ? რა მოხდა დღეს ამ ორ შორის შეხვედრაზე? პირველ რიგში 100%-ით დარწმუნებული არ ვიყავით, რომ ეს ნამდვილად მოხდებოდა, რომ სიგალოვიჩი მანსურ აბას შეუერთდებოდა, მაგრამ დღევანდელი განცხადებიდან ჩანს, რომ ეს პროცესი ამ მიმართულებით მიდის. და მანსურ აბასი, როგორც თქვენ ახლახან ახსენეთ, ძალიან შორს წავიდა. იმდენად, რომ მაგრამ იცით, ეროვნულ სამსახურს. როცა მან ბოლო კოალიციაზე ისაუბრა,
იცით, ის ისრაელის საზოგადოების წინაშე საუბრობდა, ესეც ესეც რამ აღინიშნა აქამდე ისრაელის არასდროს საზოგადოებაში. ასე რომ მან ძალიან შორს წავიდა, ვითხოვდი ისრაელის არაბების პერსპექტივიდან და მაინც ირებს 5-დან 6 მანდატს. ეს რა თქმა უნდა, მისი თვალსაზრისით ნამდვილად ძალიან შტამბეჭდავია, უფრო მეტადაც კი ვიდრე არაბული პარტიები, რომლებიც როგორც იცით, მისი კონკურენტები არიან. აქ ჰადაშზე ვსაუბრობთ, ცნობილი პარტია, ძალიან ძველი. მიუხედავად ამისა, ისინი ახლოსაც ვერ მიდიან მას. ეხლა კი უნდა რომ თავისი პარტია ლეგიტიმური გახადოს სიონისტური კოალიციისთვის და მოიცვერს იოავ სიგალოვიჩს. იოავ სიგალოვიჩი ის იყო შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე წინა მთავრობაში. მას უნდა რომ მოიყვანოს ის, რათა გაუმკლავდეს დანაშაულის კერებს და დანაშაულის დონეს, რაც გვაქვს არაბულ საზოგადოებაში. და ამით იმედოვნებს, ჩვენ არ ვიცით გამოუვა თუ არა ეს, მას იმედი აქვს, რომ სიონისტური პარტიები, აიზენკოტი, ბენეტი, სხვები შეამსუბუქებენ მათ წინააღმდეგობას. დიახ. დავინახავთ, რომ ეს არ არის არაბული პარტია. ეს მომხიბლელი მომენტია. პარტია, რომლის ზოგიერთი წევრი შეიძლება არაბი იყოს. ეს შესანიშნავია. სიგალოვიჩი კი არც რბილი კაცია და არც ილუზიებში ცხოვრობს. ის ცდილობს შეცვალოს პარადიგმა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება იმუშაოს ერთად ამ საკითხში. ეს საინტერესოა. კარგია ჩვენი მაყურებლებისთვის, რომ ყურადღება მიაქციონ ამას. მადლობა, რომ ამ ყველაფერზე ნათელი მოფინე.